მედიცინაში ეპოქებს არა მხოლოდ აღმოჩენები, არამედ ის ინსტიტუციები ქმნიან, რომლებსაც დროის გამოცდის არ ეშინიათ. სწორედ ასეთია ის მემკვიდრეობა, რომელზეც ახლა გიამბობთ. 1946 წელს დაფუძნებული აკადემიური ბაზითა და თითქმის 8 ათეული წლის ისტორიით შეიქმნა ის უმყარესი საყრდენი, რომელზეც ქირურგიის ეროვნული ცენტრი სრულიად ახალი რეალობა დაშენდა. 2011 წელს ავერსი ჯგუფის ინვესტიციით კლინიკამ ტრადიციისა და უმაღლესი ტექნოლოგიების სუსტი სინერგია შექმნა და 24 საათიან რეჟიმში მომუშავე მულტიპროფილურ ეკოსისტემად ჩამოყალიბდა. სივრცეთ, სადაც საერთაშორისო დონეზე გადამზადებული პროფესიონალები პაციენტს სრულყოფილ სამედიცინო სერვისს თავაზობენ. დღეს კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი უკვე 4 ფილიალს აერთიანებს. თავად ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა ახალ სიცოცხლეს თბილისში, ასევე ბათუმის კლინიკასა და მახინჯაურის ამბულატორიას აჭარის რეგიონში. ამ მასშტაბურ ქსელში, სადაც საერთაშორისო დონეზე გადამზადებული პროფესიონალები ერთიანდებიან ურთულეს დიაგნოზებზე, გამარჯვება სულ პირველი ნაბიჯით. ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკით იწყება. 4-ვე კლინიკაში წარმოდგენილი ვართ ამჟამად 4 მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფით და 5 კომპიუტერული ტომოგრაფით. ჩვენი მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფები აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტის უახლესი ფუნქციებით, რაც საშუალებას გვაძლევს პაციენტს შეუქმნათ მაქსიმალური კომფორტი, გამოსახულება იყოს მაქსიმალურად მკვეთრი და მაღალი გარჩევადობის, რაც თავისთავად არის სწორი დიაგნოზის და შემდგომში სწორი განკურნების საწინდარი. რაც შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფებს, ოქროს ვარსკვლავი, რომლის წინაშეც ახლა ჩვენ გავართ, ეს არის ტომოგრაფი 640-იანი, სრულიად ციფრული, სპექტრული გადაღების ფუნქციით, რაც როგორც საქართველოში, ასევე ამიერკავკასიისთვის არის სიახლე. კენონის ეს ინოვაციური სისტემა რადიაციულ დოზას 85%-ით ამცირებს და ორგანოების სრულ სკანირებას უსწრაფესად, მომთელ 24 მიასცეთ წამში, გულის კუნთის ერთი შეკუმშვის ინტერვალში ახდენს. მის სპექტრულ გადაღებასა და ხელოვნურ ინტელექტს, როგორც აღნიშნავენ, დიაგნოსტიკა აბსოლუტურად ახალ ეტაპზე ახავს. თუმცა სხეულის შიგნით პროცესების დანახვა მხოლოდ ტომოგრაფიით არ შემოიფარგლება. მაშინ, როცა ენდოსკოპიურ კვლევებში დეტალებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მსოფლიო ლიდერის ოლიმპუსის ბოლო თაობის აპარატურა 135-ჯერ გადიდებული 4K გამოსახულებით ექიმს საშუალებას აძლევს უმცირესი წარმონაქმნიც კი ყველაზე ადრეულ ეტაპზე დააფიქსიროს. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მოწინავე ლიდერის იაპონ ფირმა ოლიმპუსის ბოლო თაობის აპარატურაა წარმოდგენილი, სადაც შეგიძლია ჩაიტაროთ შემდგომი კვლევები. ეს არის გასტროსკოპია, კუჭნაწლავის ზედა ნაწილის გამოკვლევა, კოლონოსკოპია, რომელიც მოიცავს სწორი და მსხვილი ნაწლავის გამოკვლევას და ბრონხოსკოპია, ანუ სანსუთნი გზების გამოკვლევას. ამ აპარატის უპირატესობა ის არის, რომ არის ულტრათანამედროვე, არის წვრილი ზონდით გამოირჩევა და სწრაფად და ხარისხიანად ხდება კვლევა. დიაგნოსტიკური ევოლუციის უმაღლესი საფეხური კი ბირთვული მედიცინა. ონკოლოგიური პაციენტებისთვის სიმსივნური უჯრედების ზუსტი იდენტიფიცირებისთვის კლინიკაში ფუნქციონირებს ციფრული პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც პირველად დაინერგა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში და დღემდე ერთადერთია საქართველოში, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში, აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში, რაც უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის დიაგნოსტიკას ონკოლოგიურ პაციენტებში. აპარატი მეტაბოლურ ცვლილებებს უჯრედებში იმაზე გაცილებით ადრე აფიქსირებს, ვიდრე იქ სიმსივნური სტრუქტურა ჩამოყალიბდება. ამ აპარატის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია აღწეროთ, როგორც გითხარით, მცირე ზომის სიმსივნური წარმონაქმნები და ამავე დროს პაციენტის კვლევა მოვახდინოთ უმცირეს დროში და გამოვიყენოთ იზოტოპის ბევრად შემცირებული აქტივობა. როგორც იცით, ბირთვულ მედიცინაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იზოტოპის დოზას პაციენტისთვის და ამავე დროს სადღეისო დიდი ყურადღება ექცევა სხიურ დატვირთვას პაციენტზე. ჩვენ აპარატს გააჩნია 128-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია და პაციენტის კვლევა ხდება გაცილებით ნაკლებ დროში, დაახლოებით 5-7 წუთში. კლინიკის ეს გუნდური ინტელექტი ყველაზე მძლავრად ონკოლოგიაში იგრძნობა. სფეროში, სადაც მკურნალობის სტრატეგია ლოკალურ ჩარჩოებს ცდება. აქ ურთულესი შემთხვევების მართვა საერთაშორისო ტუმორ ბორდის ფორმატში მიმდინარეობს, რაც პაციენტს აბსოლუტურად ევროპულ სტანდარტსა და უცხოური ექსპერტიზის ფუფუნებას თავაზობს. კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტი ონკოლოგიურ პაციენტებს სთავაზობს სრულ სერვისს, რომელიც მოიცავს ქიმიოთერაპიას, ტარგეტულ თერაპიას და იმუნოთერაპიას, ინდივიდუალურად თითოეულ პაციენტზე მორგებულ სქემებს
რომელიც ეფუძნება საერთაშორისო პროტოკოლებს და დიაგნოსტიკურ სიზუსტეს. ჩვენი უპირატესობა არის სტაციონარული დეპარტამენტი. აქ ტარდება როგორც სტაციონარული ქიმიოთერაპია, ასევე მართავთ პაციენტებს ქიმიოთერაპიის შემდგომი გართულებით. ჩვენ გვაქვს მრავალი კლინიკური კვლევა, რაც პაციენტისთვის ნიშნავს წვდომას უახლეს თანამედროვე ინოვაციურ თერაპიაზე. ძალიან მნიშვნელოვანი არის ტუმორბორდი, ჩვენი მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც თითოეულ შემთხვევას განიხილავს და ტუმორბორდში მონაწილეობს სხვადასხვა სპეციალისტი ჩართულია, რათა მივიღოთ მკურნალობაზე მაქსიმალური შედეგი. ონკოლოგიური ბრძოლის დაგვირგვინება რადიოთერაპიის დეპარტამენტია. როგორც ამბობენ, აქ თავმოყრილია მსოფლიოში საუკეთესო 3 წრფივი ამოჩქარებელი, მათ შორის არის Varian ეთოსი, რომელიც დასხივებისას ყოველდღიურად ერგება პაციენტის ანატომიურ ცვლილებებს, ასევე ტუბიმი და ვიტალბიმი, რომელიც პაციენტების შეუფერხებელი მკურნალობის გარანტიას იძლევა. ხაზგასასმელია HyperX სისტემაც, ნამდვილი გარღვევა რადიოქირურგიაში. საუბარია იმ ინოვაციაზე, რომელიც ყველაზე რთულ, აქამდე თითქმის უიმედოდ მიჩნეულ დიაგნოზებსაც კი ახალი სიზუსტით ებრძვის და პაციენტებს გადარჩენის რეალურ შანსს უბრუნებს. ეს არის აპარატი, რომელიც ამიერკავკასიაში არსად არ დგას და როცა ჩვენ შევიძინეთ, ეს იყო 2023 წელი, სულ იყო 40-მდე სამედიცინო ცენტრში მხოლოდ მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის უნიკალური აპარატი იმის გამო, რომ ჩვენ რეალურ დროში, როდესაც პაციენტი წევს აპარატზე, ანატომიური მოცემულობიდან გამომდინარე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მზადდება დასხივების გეგმა. ეს, რა თქმა უნდა, ზრდის სიზუსტეს და ამცირებს გვერდით ეფექტს. როცა დიაგნოზი უკვე ცხადია, საქმეში უმაღლესი პილოტაჟის ქირურგია ერთვება. იქ, სადაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას წამებიწყვეტს და იშემიური ინსულტი შეუქცევად პროცესებს იწყებს, კლინიკაში დამონტაჟებული უნიკალური ორმკლავიანი ანგიოგრაფი, როგორც გვაუწყებენ სამედიცინო სასწაულს ახდენს. ეს არის სივრცე, სადაც თავისტვინის სისხლძარღვებიდან თრომბის ამოღება ყოველგვარი ღია ჩარევის გარეშე სრულდება და პაციენტისთვის ინვალიდობის რისკი სრულად იხსნება. თვითონ მეთოდოლოგიაც საკმაოდ ეფექტურია და კარგია გამომდინარე იქედან, რომ დროული ჩარევის შემთხვევაში პრაქტიკულად ადამიანი მოდის ინვალიდი და შეუძლია დაუბრუნდეს ცხოვრების სრულფასოვან წესს რამდენიმე დღეში. ითვლება, რომ ოქროს სტანდარტია იშემიური ინსულტის მკურნალობაში თავის თრომბოლიზისთან ერთად. უკვე რამდენიმე წელია ქირურგიის ინსტიტუტში აღნიშნული მეთოდით მკურნალობა დანერგილია საკმაოდ წარმატებით და ასევე მნიშვნელოვანია თვითონ ის სახარჯი მასალები, რომელიც გამოიყენება, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებულია, რა თქმა უნდა, საშუალებას გვაძლევს, რომ რთული შემთხვევებიც იქნას წარმატებით დასრულებულია. ცხოვრების ხარისხის უსწრაფესი დაბრუნება ტრავმატოლოგია ორთოპედიის მთავარი ფილოსოფიაცაა. მსხვილის სახსრების ენდოპროთეზირებაში კლინიკამ სრულიად ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. ეგრეთ წოდებული წინა მიდგომით ჩატარებული ოპერაციები პაციენტს თავიდან კლასიკური მეთოდის თანმდევ შეზღუდვებს არიდებს და სრულფასოვან მოძრაობას რეკორდულად მოკლე დროში უბრუნებს. ეს მიდგომა და ეს განაკვეთი არის შეიძლება ითქვას რევოლუციური ამ დარგში, ამ ოპერაციაში. გამოირჩევა თავისი სწრაფი რეაბილიტაციით პოსტოპერაციულად, გამოირჩევა ძალიან მცირე სისხლის დანაკარგით, მცირე განაკვეთით და გამოირჩევა პირველ რიგში იმით, რომ ყველა ის შეზღუდვა, რაც მოყვება კლასიკურად გაკეთებულ ენდოპროთეზირებას, ამ განაკვეთს, ამ მიდგომით გაკეთებულ ოპერაციას უკვე ეს შეზღუდვები აღარ აქვს. ჩვენ ეს ოპერაციები დავიწყეთ დაახლოებით 2 წლის წინ. ეხლა უკვე გამოცდილება ჩვენი ესეთი მიდგომით აღემატება 500 ოპერაციას. მცირე ინვაზიური მიდგომები და პაციენტის უსაფრთხოებაზე მაქსიმალური ფოკუსირება ერთნაირად გასდევს ზოგად და ბარიატრიულ ქირურგიასაც. урგენტული თუ გეგმიური ოპერაციების წარმატებას აქ ერთი მთავარი ფაქტორი განსაზღვრავს: ძლიერი მულტიდისციპლინური გუნდის უწყვეტი ჯაჭვი ემერჯენსიდან პოსტოპერაციულ პალატამდე. урგენტულ ოპერაციებს, როგორც წესი, პაციენტი იწყებს ტრიაჟს ემერჯენსიდან, შესაბამისი კვლევების და დიაგნოსტირების შემდგომ უკვე ამოდის საოპერაციო ბლოკში, სადაც ხდება მას საკმაოდ ძლიერი
ქირურგიული და ასევე ანესთეზიოლოგიური სამსახური. ოპერაციის დასრულების შემდეგ პაციენტი გადადის პოსტოპერაციულ განყოფილებაში, სადაც ხდება მისი მონიტორინგის შემდგომი. რაც შეეხება ბარიატრიულ ოპერაციებს, ჩვენთან 2016 წლიდან არის დაწყებული ეს ოპერაციები, საკმაოდ წარმატებით სრულდება და შედეგებიც ძალიან კარგი გვაქვს. ძიმე ქირურგიული ჩარევებიდან დაწყებული ულტრათანამედროვე ოფთალმოლოგიით დასრულებული დიაგნოსტირებიდან სრულ გამოჯანმრთელებამდე ამ მასშტაბური სამედიცინო ეკოსისტემის კარი პაციენტებისთვის არასდროს იხურება. ადამიანებზე ზრუნვა აქ 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. წარმოდგენილი ვართ ყველა სახის აპარატურით, რომელიც დღეს სოფლიო ბაზარზეა აქტუალური. ეს აპარატურა არა მხოლოდ ტექნოლოგიას მოიცავს, არამედ უცხოეთში გადამზადებულ კადრსაც გულისხმობს. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ამბულატორია მზად არის მიიღოს პაციენტი როგორც მაღალტექნოლოგიური კუთხით, ისე კონსულტაციების მხრივ და რაც მთავარია, გვაქვს გადახდის ყველა ტიპის მორგებული სისტემა, კერძო სადაზღვევო, ასევე სახელმწიფო დაფინანსებები და პირველად სიახლე საქართველოში, საქართველოს ბანკის ნაწილ და TBC ბანკის გადანაწილების პირობით პაციენტს შეუძლია ისარგებლოს როგორც სრული გადახდის, ისე თანაგადახდის გადანაწილების შემთხვევაში და მიიღოს უმაღლესი სახის მომსახურება. საბოლოოდ ყველა ულტრათანამედროვე აპარატი საერთაშორისო კონსილიუმისა თუ დანერგილი ინოვაციის მიღმა ერთი მთავარი ფუნდამენტი დგას: უპირობო ნდობა, რომელიც სათავეს 1946 წლიდან იღებს. ქირურგიის ეროვნული ცენტრი დიდი ხნის წინ გასცდა სტანდარტული კლინიკის ჩარჩოებს და როგორც გვარწმუნებენ, ჯანდაცვის უმაღლესი სტანდარტის ლიგაში პოზიციას ართმობს. ეს არის სივრცე, სადაც ხელოვნური ინტელექტითა და მსოფლიო კლასის პროფესიონალებით ზურგ გამაგრებული გუნდი დაავადებას გამარჯვების შანსს უბრალოდ არ უტოვებს. სივრცე, სადაც 8 წლეულის ისტორია ხვალინდელ ტექნოლოგიებთან სინერგიაში ადამიანის სიცოცხლის ძლავრ და ურღვევ ფარად იქცევა.